ბევრ ადამიანს მოსწონდა იესოს მიერ მოთხრობილი ამბები და ამიტომაც ყველგან მიჰყვებოდნენ მას, სადაც წავიდოდა. მაგრამ ისეთი ადამიანებიც ბევრი იყო, იესო სულაც რომ არ მოსწონდა. იესო უცნაურია. გეთანხმები, ის ცოდვილებთან ერთად ატარებს დროს და მათთან ერთად ჭამს. ეს არასწორია. იესომ ერთი ამბავი უამბო ხალხს. დიდი ხნის წინათ იყო ერთი მწყემსი, რომელსაც 100 ცხვარი ჰყავდა. მწყემს უყვარდა თავისი ცხვრები და ზრუნავდა მათზე. ერთხელ, როცა ცხვრები მინდვრიდან სახლში დაბრუნდნენ, მწყემსმა მათი დათვლა დაიწყო. აბა ვნახოთ. 1, 2, 3, 20, 30, 40, 97, 98, 99. რაო? აბა თავიდან დავითვლი. 1, 2, 3, 97, 98, 99. ერთი ცხვარი აკლია. მწყემსმა ბევრჯერ დაითვალა, მაგრამ ცხრების რიცხვი მაინც 99 იყო. სად არის მე-100 ცხვარი? მწყემსი ძალიან აღელვებული იყო თავისი ცხრის დაკარგვის გამო. ისე ძალიან ღელავდა, რომ ყველგან ეძებდა და ცდილობდა ეპოვა. ღამე უფრო და უფრო ბნელდებოდა. მწყემსი საგულდაგულოდ დაეძებდა ცხვარს. ძებნას თავს არ ანებებდა, რადგან ძალიან უნდოდა მისი პოვნა. უეცრად ხმა მოესმა. მწყემსი იქით გაიქცა, საიდანაც ხმა მოესმა. დაკარგული ცხვარი კლდეზე ეკიდა. სველი იყო და შიშით კანკალებდა. აი სათყოფილ ხარ. როგორ შეგეშინდებოდა. ახლა ნუ ღარაფრის გეშინია. შენ საშუალად მოვედი. აბა წავედით, ჩემო ცხვარო. მწყემსმა გადაარჩინა თავისი ცხვარი. გახარებულმა შემოისვა მხრებზე იგი და შინ დაბრუნდა. შემდეგ კი სიხარულით დაუძახა ცოლსა და შვილებს. დაკარგული ცხვარი ვიპოვე. მოდი ყველა შევიკრიბოთ და ვიზეიმოთ. იესო უთხრა ხალხს. ცხვარი რომ დაგეკარგოთ და შემდეგ იპოვოთ იგი, განა არ გაგიხარდებათ? ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ 99 მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ. ღმერთს არ უნდა, რომ ვინმე დაიკარგოს. იესომ კიდევ ერთი ამბავი უამბო ხალხს მწყემსისა და მისი ცხვრების შესახებ. კეთილი მწყემსი იცნობს თავის ცხვრებს და ცხვრებიც იცნობენ მწყემსის ხმას და მიჰყვებიან მას. როცა მოჯამაგირე, რომელიც არ არის მწყემსი, გარბის მხეცის დანახვისას, კეთილი მწყემსი კი არ გარბის, არამედ ებრძვის მხეცს, რომელიც ცხვრისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. კეთილი მწყემსი ყოველთვის იცავს თავის ცხვრებს. იესომ უთხრა ხალხს, რომ ის თავის სიცოცხლეს გაწირავდა თავისი ცხვრების დასაცავად.